შეორდრიანი ვიზიტი, ამ შეკითხვაზე პასუხს საქართველოს პრემიერ-მინისტრისგან, რომელიც პირდაპირ ეთერში გააკეთებს კომენტარს შეხვედრების დასრულების შემდეგ. ასრულებთ ჩვენს ვიზიტს უზბეკეთში, ქონდა ძალიან საინტერესო, ძალიან მეგობრული შეხვედრები, როგორც პრეზიდენტ მირზოევთან, ასევე პრემიერ-მინისტრთან, პარლამენტის ორივე პალატის თავმჯდომარესთან. ჩვენ განვიხილეთ, რა თქმა უნდა, პოლიტიკური თანამშრომლობის საკითხები, ჩვენ გვაქვს ძალიან მჭიდრო თანამშრომლობა და ვისაუბრეთ ამ თანამშრომლობის გაღრმავებაზე და შევეხეთ ასევე, რა თქმა უნდა, ჩვენს ეკონომიკურ თანამშრომლობას და რაც ძალიან მნიშვნელოვანია, ეკონომიკური კომისიის ხდომაზე განხილული იქნა ჩვენი თანამშრომლობის ძალიან კონკრეტული ასპექტები, რის საფუძველზეც განისაზღვრა კონკრეტული მიმართულებები, კონკრეტული მიზნები, ამოცანები და ჩვენ შევჯერდით პრეზიდენტთან იმასთან დაკავშირებით, რომ ყველაფრის საფუძველზე განისაზღვრება კონკრეტული გზამკვლევი, რომელსაც დაეფუძნება ჩვენი ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავება. ჩვენ დავისახეთ ძალიან ამბიციური მიზანი, გავასამაგოთ უახლოეს წლებში ჩვენი სავაჭრო ბრუნვა, რაც არის ამბიციური ამოცანა, თუმცა არის აბსოლუტურად მიღწევადი, არის კონკრეტული მიმართულებები, სადაც შესაძლებელია ძალიან სწრაფი ტემპით თანამშრომლობის განვითარება. ჩვენ ასევე შევეხეთ განათლების, კულტურის, სპორტის სფეროში თანამშრომლობა, ზოგადად ინტერესი გვაქვს ძალიან დიდი, რა თქმა უნდა, თითოეული ამ მიმართულებით არის განსაკუთრებული ისტორიული კავშირები ჩვენს ქვეყნებს შორის. აქედან გამომდინარე, ვფიქრობთ, რომ ყველა მიმართულებით გვაქვს ურთიერთობების გაღრმავების ძალიან დიდი რესურსი. ახლა მთავარია, რომ აღვასრულოთ ის მიზნები, რომლებიც დავისახეთ ამ ორი დღის განმავლობაში. ჩალვა პაპუაშვილმა ვცლად ბალტიისპირეთის ქვეყნების სანქციებთან დაკავშირებით, მაგრამ კიდევ ერთხელ მინდა გკითხოთ, იმ ფონზე საქართველოს მიერ გაწეული ღვაწლის და პარტნიორობის მაგალითის ფონზე. რამდენად სწორია ეს გადაწყვეტილება და ამ შემთხვევაში რა мотиваციას ხედავს თქვენ ამ გადაწყვეტილების მიხედვით? რა თქმა უნდა, ამ კონკრეტულ გადაწყვეტილებას არ აქვს არავითარი სერიოზული ახსნა. ეს არის უბრალოდ იმის შედეგი, რომ ბალტიისპირეთის ქვეყნების ხელისუფლებები ვერ მოქმედებენ დამოუკიდებლად. ისინი არიან პირდაპირ დამოკიდებული Deep State-ის დავალებებზე, ინსტრუქციებზე, გლობალური ომის პარტიის დავალებებზე და ამ ქვეყნებს აქვთ სამწუხაროდ დაკარგული სუვერენიტეტი. სხვა ახსნა არ შეიძლება მოეძებნოს იმას, რომ ეს ქვეყნები ყოველგვარი საფუძვლის გარეშე უბრალოდ საბებებს იყენებენ ისინი იმისათვის, რომ ხელოვნურად გააფუჭონ ურთიერთობები ჩვენს ქვეყანასთან. ისინი არ ურთქილდებიან იმ ისტორიულ მეგობრობას, რომელიც არის ჩამოყალიბებული საქართველოსა და ესტონეთს შორის, საქართველოსა და ლიტვას შორის, საქართველოსა და ლატვიას შორის არ აინტერესებთ არაფერი, მათ შორის არც საკუთარი ხალხების ინტერესები და ხელოვნურად აფუჭებენ ურთიერთობას ჩვენს ქვეყანასთან და ქართულ ხალხთან. ამას არ აქვს არავითარი რაციონალური ახსნა. ზოგადად ძალიან არასერიოზულია ის ვითარება, რომელიც არის ჩამოყალიბებული ბალტიისპირეთის ქვეყნების ხელისუფლებებში, კონკრეტულ კადრებსაც თუ გადავხედავთ, აშკარა ხდება, რომ იქ მაინც და მაინც სერიოზულად არ ხდება საკადრო პოლიტიკის წარმოება. ეს არის ძალიან სამწუხარო მოვლენა, თუმცა ჩვენ კიდევ ერთხელ გავუსაუბრთ ხალხს იმას, რომ ვრჩებით და დავრჩებით სამხედრო მეგობრობის რეჟიმში ბალტიისპირეთის სამივე ქვეყანასთან. ბატონო რატი, ბალტიისპირეთის სახელმწიფოები იყვნენ იმ სახელმწიფოთა ჩამონათვალში, რომლებიც აკრიტიკებდნენ საქართველოს ხელისუფლებას უცხოური გავლენების გამჭვირვალობის კანონის მიღების გამო. თუმცა დღეს მაგალითად ნახეთ ინფორმაცია, რომ გერმანიაში ხელისუფლებაში მოსული პარტიები და ახალი კანცლერობის კანდიდატი, რომელიც დაიკავებს ამ თანამდებობას, აპირებს არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსების შემოწმებას. როგორ აფასებთ აი ამ გადაწყვეტილებას, როდესაც მსგავსი ტიპის გადაწყვეტილებებს ვისმენთ ქვეყნისგან, რომელიც მათ შორის იყო იმ კრიტიკოსთა შორის, რომელთა პოზიციონირებასაც ვისმენთ. ძალიან საინტერესოდ ვითარდება მოვლენები. თქვენ ხედავთ, რომ ამის ნახევარი მსოფლიო ალაპარაკდა ჩვენი გზავნილებით, ჩვენი მესიჯებით. 3 წელი რასაც საუბრობდით, იმაზე საუბრობენ ახლა, როგორც ამერიკის შეერთებულ შტატებში, ასევე ევროპის ცალკეულ ქვეყნებში. ხდება რაღაცების გადაფასება, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. მთავარია, რომ საბოლოოდ სწორად დაალაგდეს აღქმები, როგორც ამერიკის შეერთებულ შტატებში, ასევე ევროკავშირის ქვეყნებში. მთავარია, რომ Deep State-ისგან, გლობალური ომის პარტიისგან, მის გავლენებისგან გათავისუფლდეს ყველა ევროპული ქვეყანა, საბოლოოდ გათავისუფლდეს ამერიკის შეერთებულ შტატები. ამ შემთხვევაში პრინციპები იქნება დაცული. თუ სხვანაირად განვითარდა მოვლენები, ამ შემთხვევაში კვლავად სერიოზული გამოწვევების წინაშე იქნება ისეთი პრინციპები, როგორც არის სამართლებრივი სახელმწიფო, სამართლის უზენაესობა, დემოკრატია და ასე შემდეგ. Deep State-ის გავლენის პირობებში, გლობალური ომის პარტიის გავლენის პირობებში
თქვენ ხედავდით, რომ ძალიან სერიოზული პრობლემების წინაშე დადგა ეს პრინციპები, იმედი ვიქონიოთ, რომ ის ტენდენცია გაგრძელდება, რომელსაც დღეს ვხედავთ ჩვენ როგორც ამერიკის შეერთებულ შტატებში, ასევე ევროპის ალკოჰოლ ქვეყნებში. ბატონო პრემიერო, ისვეთთან დაკავშირებით მინდა გეკითხოთ, გენერალურმა პროკურატურამ გამოძიების ფარგლებში გამოითხოვა 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების პარალელური დათვლის შედეგები, რომლის გამოქვეყნებაზეც ისვედი აცხადებს და უარს ახლა ამბობენ, რომ პივიტის მიაწვდიან პროკურატურას. როგორ აღგაცებთ ჯერ იმ საკითხს, რომ ამდენი ხნის განმავლობაში მალავდნენ? აბსოლუტურად ლოგიკურია ის, რომ საპარლამენტო არჩევნების გამოძიების ფარგლებში პროკურატურა მოითხოვა ინფორმაცია პივიტის შესახებ. ალოგიკურია ის, რომ ისვედი აქამდე მალავდა პარალელური ხმის დათვლის შედეგებს, არავითარი ახსნა და განმარტება ბუნებრივი ამას არ ქონდა. ეს ყველაფერი მეტყველებს ერთ-ერთ რამეზე, ისვედს ჰქონდა ერთადერთი დავალება, რომ რამენაირად ეჭქვეშ დაეყენებინა საპარლამენტო არჩევნების შედეგები ყოველგვარი მიზეზის და საფუძვლის გარეშე. იგივე საკეთებდა ეს ორგანიზაცია 2020 წელს, მაშინ მეტიც მათ იგადრეს ის, რომ გააყალბეს თლიანად პარალელური დათვლის შედეგები. ახლა მეორედ იგივე ვეღარ გაბედეს, იმიტომ რომ აზრი აღარ ქონდა ელემენტარულად ამ ყველაფერს, თუმცა გააყალბების მაგივრად გაუყალბებელი პივიტი აღარ გამოაქვეყნეს. და აქედან ყველაფერი ნათელია, ხო, ყველაფერი დევს ხელის გულზე. ისვედი არის ორგანიზაცია, რომელიც მოქმედებდა მთელი ამ დროის განმავლობაში ისეთი ძალების დაკვეთით, რომლებსაც არ ქონდათ კეთილი ზრახვები საქართველოს მიმართ. ამის შედეგი იყო თავის როზე პარალელური დათვლის შედეგების გაყალბება და შემდეგ მათი არ გამოქვეყნება. რა თქმა უნდა, პროკურატურა უნდა დაინტერესდეს. მეტიც მე მგონია, რომ არა მარტო 2024 წლის დათვლის შედეგებით, არამედ 2020 წლის დათვლის შედეგებით უნდა დაინტერესდეს პროკურატურა პირველ რიგში, იმიტომ რომ იქ მგონია, რომ ბევრი საინტერესო დეტალი შეიძლება გაირკვეს შესაძლო დანაშაულთან დაკავშირებით. ტრამპთან დაკავშირებით მინდა გკითხოთ, მან ხელი მოაწერა აღმასრულებელ განკარგულებას სიკვდილის დასჯასთან დაკავშირებით იმ ადამიანების მიმართ, ვინც მოკლავს საპოლიციო ოფიცერს. იმის ფონზე, როდესაც გარკვეული ჯგუფები, მათ შორის ევროპელი ბიუროკრატებიც ჩვენს ქვეყანაში ამართლებენ, ახალისებენ მსგავს დანაშაულებს პოლიციელზე თავდასხმებს, რამდენად სამართლიანი არის ეს დამოკიდებულება. ზოგადად თქვენ ისეთ რომ სიკვდილის დასჯის მიმართ ჩვენ გვაქვს ზოგადად განსხვავებული დამოკიდებულება, თუმცა თავისთავად, როდესაც საქმე ეხება პოლიციელებსა თავდასხმას და პოლიციაზე თავდასხმას, იქ კანონმდებლობის გამკაცრებას ალტერნატივა არ აქვს. თქვენ ხედავდით, რომ საქართველოში კონკრეტული ძალები, არაკეთილმოსურნეები ცდილობდნენ სწორედ პირველ რიგში სამართალდამცავ ორგანოებზე თავდასხმით შეერყიათ სახელმწიფოს ძლიერება, ხო? დღესაც ისინი ღიად უჭერენ მხარს ადამიანებს, რომლებმაც სწორედ პოლიციელებზე თავდასხმით გამოიჩინეს თავი. რატომ? ყველამ იცის, რომ როდესაც თავს ესხმი სამართალდამცავ ორგანოებს, თუ გაგივიდა შეგიძლია შეარყიო სახელმწიფოს სიძლიერე. რა თქმა უნდა, ჩვენ ეს არ უნდა დაუშვათ, ჩვენ ქვეყანაში გვაქვს განსხვავებული სანქციები, მაგრამ ზოგადად სიმკაცრეს ამ სფეროში არ აქვს ალტერნატივა, თუ ვინმე შეძლებს შეარყიოს სამართალდამცავი სტრუქტურები, ძალიან მარტივად შეძლებს სახელმწიფოს ძლიერების შერყევასაც, ამას ჩვენ ვერ დაუშვებთ. შესაბამისად, მიმართულება სწორია, უბრალოდ ჩვენ რა თქმა უნდა, სხვა ტიპის სანქციები უნდა გამოვიყენოთ იმისათვის, რომ დაუპირისპირდეთ სახელმწიფოს ძლიერების შერყევის ნებისმიერ ცდელობას. კიდევ ბევრი ინიციატივა მოვისმინეთ ტრამპთან დაკავშირებით, ის განცხადებები, რომელიც ისმოდა მოსმენისას კონგრესიდან, რომ უნდა შეწყდეს ბიუროკრატების დაფინანსება, რომ უნდა შეწყდეს დაფინანსება ქვეყნის მიღმა. გარკვეულწილად ემთხვევა მათ შორის ქართული ოცნების გზავნილებს. როგორ ფიქრობთ, რატომ მოვიდა ასე დღის წესრიგში ეს დამთხოვები თქვენი გადმოსახედით? ჩვენ რა თქმა უნდა აბსოლუტურად ვიზიარებთ ამ გზავნილებს. ჩვენ ვსაუბრობთ მთელი ამ დროის განმავლობაში არაფორმალურ გავლენებზე, რომლებსაც არასწორი მიმართულებით მიყავდა პროცესები, როგორც ამერიკის შეერთებული შტატებში, ასევე ევროკავშირში და ამის ერთ-ერთი მსხვერპლი იყო ჩვენი ქვეყანა, საქართველო, იმის გამო, რომ არაფორმალურად იმართებოდა ამერიკის შეერთებული შტატები მთელი ამ 4 წლის განმავლობაში და დღემდე სამწუხაროდ არაფორმალურად იმართება სტრუქტურების უდიდესი ნაწილი ევროკავშირში, ჩვენ ქვეყანას მიადგა საკმაოდ დიდი ზიანი, იყო უამრავი უსამართლობა ჩვენი ქვეყნის მიმართ. რა თქმა უნდა, უნდა გაიწმინდოს ნებისმიერი სახელმწიფო სტრუქტურები,
არაფორმალური გავლენებისგან, მხოლოდ ასეთ შემთხვევაში შეიძლება იყოს უზრუნველყოფილი სამართლიანობა, მათ შორის ჩვენი ქვეყნის მიმართ. აქედან გამომდინარე, ჩვენთვის აბსოლუტურად მისაღები და მისასალმებელია ის გზავნილები, რომელიც მოვისმინეთ პრეზიდენტ ტრამპის მხრიდან. ტრამპის განცხადებებს და გადაწყვეტილებებს გავაგრძელებთ მე თვითონ შეიძლება დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მის წინააღმდეგ პროტესტი დაფინანსებულია ეგრეთ წოდებული ხასიანი პრობლემების შემქმნელების მხრიდან, ასევე დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებით ის უნივერსიტეტები, სადაც საპროტესტო აქციები გაიმართება, სახელმწიფო დაფინანსებას დაკარგავენ, ასევე იკრძალება ნიღბების დარება. ამ გადაწყვეტილებებს როგორ აფასებთ პირველ რიგში და რა პარალელებს ხედავთ? მე მგონია, რომ პრეზიდენტის განცხადებაც არის აბსოლუტურად ლოგიკური, მით უმეტეს, რომ ხელწერა არის ზუსტად იდენტური ხელწერით არის დაორგანიზებული პროტესტი, როგორც ამერიკის შეერთებულ შტატებში, პრეზიდენტ ტრამპის და მისი ადმინისტრაციის წინააღმდეგ, ასევე საქართველოში მოქმედი ხელისუფლების წინააღმდეგ. ეს თანხმდრა ხელწერაში, რა თქმა უნდა, არის იმის მორიგი დასტური, რომ ყველაფერი იმართება ერთ ხელიდან და ერთ ხელს ეწოდება Deep State-ი, იგივე გლობალური ომის პარტია. რა თქმა უნდა, ყველა სახელმწიფოს ინტერესია, რომ გათავისუფლდეს ასეთი არაფორმალური გავლენებისგან, ასეთი მცდელობებისგან, რომელიც არის მიმართული სახელმწიფოს ძლიერების, სხვადასხვა სახელმწიფოს ძლიერების შერყევისკენ. ეს არის ჩვენი ინტერესიც და მოხარბლივად, რომ დღეს უკვე ჩვენს ინტერესებს ემთხვევა ამერიკის შეერთებული შტატების მოქმედი ადმინისტრაციის ინტერესები. კითხავთ ოპოზიციის გადაწყვეტილებაზე იმ პარტიებმა, რომლებმაც გადავალეს ბარიერი საპარლამენტო არჩევნების დროს, ახლა ამბობენ, რომ არ მიიღებენ მონაწილეობას თვითმმართველობის არჩევნებში. ეს არის ის ამბავი, რომელმაც ურად გაყო ოპოზიციაშიც აზრი, ნაწილი არ აპირებს, რომ მიიღოს მონაწილეობა. ამ გადაწყვეტილებას როგორ აფასებთ და რა მოლოდინი გაქვთ? მე მგონია, რომ ისინი ძალიან კარგად აფასებენ საკუთარ რეიტინგებს, რომელიც არის კიდევ უფრო მეტად შემცირებული საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, იმდენად დააზიანეს საკუთარი თავი, უბრალოდ მათ კი არ დააზიანეს საკუთარი თავი და საკუთარი ინტერესები, მათმა პატრონებმა, დამკვეთებმა დააზიანეს მათი ინტერესები. ისე დაკვეთებს იღებდნენ გარედან, რომ ამით მათ მიიღეს გამოუსწორებელი ზიანი. შესაბამისად, დღეს ამ რადიკალური ოპოზიციური პარტიების რეიტინგი არის კიდევ უფრო მეტად შემცირებული და ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მათ არ აქვთ არავითარი შანსი, რომ რაიმე წარმატებას მიაღწიონ რომელიმე მუნიციპალიტეტში, რომელიმე მერის არჩევნებში, ან რომელიმე საკრებულოს არჩევნებში. აქედან გამომდინარე, პრინციპში ამ შემთხვევაში უკვე ლოგიკურია მათი გადაწყვეტილება, თუ პარლამენტში არ შემოსვლით მათ საკუთარ თავს მიაყენეს წინადართმა, ამ შემთხვევაში არავითარი აზრი არ აქვს მათ მონაწილეობას ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში და ამ პოლიტიკური ნაბიჯით შეიძლება თავი დაიძრუნონ მორიგი მძიმე მარცხისგან, თუმცა ეს არის საბოლოო ჯამში მათი გადასაწყვეტი, მიიღებენ თუ არ მიიღებენ მონაწილეობას არჩევნებში, ასეც და ისეც ისინი არიან განწირული ძალიან მძიმე მარცხისთვის. ჩვენ ვაპირებთ ყველა მუნიციპალიტეტში მერის არჩევნების მოგებას და ყველა მუნიციპალიტეტში 64 მუნიციპალიტეტში საკრებულოს არჩევნების მოგებას. სანქციების შემდეგ უკრაინის სპორტის მინისტრის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით ჩვენ გუში ვნახეთ, რომ მან კალაძეს ჩამოართვა ის ტიტული, რომელიც ათწლეულების განმავლობაში ჰქონდა, ასევე ქრონიკის მიერ მოპოვებული ინფორმაციით ვიგებთ, რომ სპორტის მინისტრის ოჯახის წევრი გასამართლებული იყო რუსეთის არმიის მომარაგებაში. როგორ შეაფასებთ თქვენ ამ ფაქტს? აქაც ხედავთ ძალიან ღიად ორმაგ სტანდარტებს. ზოგადად გასაოცარია ეს გადაწყვეტილებები, რაც მიიღება უკრაინაში კახი კალაძის მიმართ, რომელიც არის ორგზის ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული, მანამდე ესტონეთში მიიღეს გადაწყვეტილება სამგზის ოლიმპიური ჩემპიონის მიმართ. რა თქმა უნდა, ამ ადამიანებს ვერც კახი კალაძეს ვერ დაუკრინებს ვერავინ ორგზის ჩემპიონთა ლიგის მოგებას და ვერც ლაშა დალახაძეს საერთოდ ვერავინ სამ ოლიმპიურ ოქროს. დანარჩენი არის მართლა სუსტი ადამიანების გადაწყვეტილებები და ესეთი ადამიანების გადაწყვეტილებები, რომლებიც მოქმედებენ დაკვეთით, ისინი არიან მთლიანად დამოკიდებული გარე დაკვეთებზე. შესაბამისად, არავითარი სერიოზული შეფასება ამ გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით არ შეიძლება გაკეთდეს. ეს ადამიანები, ვინც გვაკრიტიკებენ ხშირ შემთხვევაში, ამ შემთხვევაში ტიტულის ჩამოთვლით, რუსეთთან კავშირები ყოველ შემთხვევაში. კი, ესეც ერთი იგივე ლოგიკა ატრიალებს, როდესაც ადამიანი არის უპრინციპო, მისგან არის ყველანაირი არასერიოზული გადაწყვეტილება მოსალოდნელი. საბოლოო ჯამში მათ კონკრეტული კავშირები შეიძლება ამ კავშირებს იყენებენ კომპრომატებადაც მათ წინააღმდეგ, ეს არის ლოგიკური დასკვნები, რაც შეიძლება გამოვიტანოთ. იგივე შეიძლება შეეხოს, რა თქმა უნდა, ზოგადად სახელმწიფოების მიდგომას, კიდევ ერთხელ გაიმერებ, ლატვიის პრეზიდენტი ჩვენ მოგვიწოდებდა სანქციების დაწესებისკენ და
და ამ დროს ლატვია ჩვენზე სამჯერმედ ღვინოს ყიდის რუსეთში, მაშინ როდესაც საერთოდ არ არის ღვინის წარმოებელი ქვეყანა. ხო, ეს არის ძალიან მარტივი ორმაგი სტანდარტები. ნუ აქ საზოგადოებამ უნდა გამოიტანოს ბუნებრივია თავისი დასკვნები. ბატონო ირაკლი, ეკონომიკურ მაჩვენებლებზეც კითხავთ, საქართველოს ეკონომიკის თავისუფლებით არის ევროპის საუკეთესო ქსოვში, ეს მონაცემები გამოიქვეყნა ვაშინგტონის დომინიკელმა ცენტრმა Heritage Foundation-მა, როგორ აფასებთ ამ მონაცემებს? ნუ ეს არის ჩვენი პოლიტიკის დამსახურება, თქვენ იცით რომ ჩვენ გვაქვს ძალიან რაციონალური ეკონომიკური პოლიტიკა, დაბალი გადასახადებით, ნაკლები ბიუროკრატიით და შემდეგ ეს ყველაფერი რა თქმა უნდა აისახება ყველა ობიექტურ რეიტინგში, შეფასებაში და სწორედ ამის დამსახურება ის რომ ჩვენ გვაქვს სწრაფი ეკონომიკური ზრდა, თქვენ იცით რომ გასული 4 წლის განმავლობაში საშუალო ეკონომიკურმა ზრდამ, წლიურმა ზრდამ გადააჭარბა 9.9%, იანვრის თვის ეკონომიკური ზრდა იყო 11.1%. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი არის იმ ეკონომიკური პოლიტიკის დამსახურება, რომლის გამოც ჩვენ გვაქვს მაღალი შეფასებები სხვადასხვა ობიექტურ რეიტინგში. მადლობა.